მეგობრებო, საერთოდ არ უნდა გაიგებოთ, ახლა თემატიკა იქნება ასეთი მინიშნებები თქვენთვის. მაღალი ძალებისგან. რა მინიშნებები იქნება, რა თემას ეხება, ამ ყველაფერს გავარკვევთ, თქვენი ენერგოცვლისთვის საჭირო რესურსი ჩადეთ, მოწონების, გაზიარების, შენახვის, გამოწერის, ჩემი გვერდის მხრივ და მადლობა ყველას თბილი კომენტარების და თბილი პირადში მოწერილი წერილებისთვის. გამარჯვებას ვერ პასუხობ. ძალიან ბევრი გამარჯვება მომდის პირადში. თუ ვინმეს პირადი გაშლა გენდაობათ, პირად გაშლაზე პირდაპირ საქმეზე მომწერეთ, რომ გიპასუხოთ, სად და როგორ ვაკეთებ, ყველა დეტალს გაგაცნობთ ბეთავად. რა მინიშნებები იქნება, იმისთვის რომ გავიგოთ, ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, უყურეთ. დააკვირდით იდენტიფიკაციას და თუ იგრძნობთ რომ თქვენია უყურეთ ბოლომდე. საერთოდ უყურეთ ბოლომდე შესაძლოა მაინც ამოვარდეს რაღაც ისეთი ინფორმაცია, რაც თქვენ თავზე მისაღები იქნება და ერთგვარად მინიშნება იქნება თქვენთვის, ამიტომ უყურეთ ბოლომდე ამ გაშლას. ხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ. წარმოდგენილია წყლის სტიქიის ადამიანი, აქ არის წყლის სტიქიის მეფე. შეიძლება წარმოადგენთ თევზების, კიბორჩხალას ან მორიელის ნიშანს, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის. გაშლა ორივე სქესისთვის არის, ამ შემთხვევაში მეფეა წარმოდგენილი, ქალბატონებმა თქვენ თავზე მოერგეთ გაშლა. შეიძლება ბრძანდებით წყლის სტიქია, როგორც გითხარით, ან შესაძლებელია უბრალოდ ძალიან მგრძნობიარე თბილი, მოსიყვარული, ძალიან რომანტიკოსი ადამიანი ბრძანდებით, უხვი ემოციებით სავსე, ყველაფერი თქვენ გულზე გადის ემოციურად, ვიღაცის კარგი და ვიღაცის ცუდიც თქვენ გულზე გაივლის და ისი არ ჩაივლის, რომ ეს თქვენ გულთან ახლოს არ მიიტანოთ, შესაძლებელია ძალიან გიყვართ. საერთოდ ადამიანებისთვის თქვენი თასი და თქვენი ემოციის გაზიარება და თქვენი ცხოვრების დეტალის ვითღებულობთ სხვის პრობლემასაც, ასე ვთქვათ, და ძალიან მგრძნობიარე ხართ ამ მხრივ. ასევე აქ არიან ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან ემპათიურები, ძალიან მოსიყვარულეები, საერთოდ სამყაროსი და საერთოდ სიკეთის მოყვარულები, აი თავის თავს, თავის ბოლო ლუკმას რო აიღებს, მაგალითად რომ იცის რომ გვერდზე მეზობელს საჭმელი არ აქვს, ადილი არ აქვს, რაღაცა უჭერს ჩასაცმელი არ აქვს, თავისას გაიხდის, ჩააცმევს, თავის სადილს აიღებს, მიუკითხავს, ასე ვთქვათ, ერთგვარად დასავლეთში უფრო მიღებულია ხოლმე ესე მიკითხვა მეზობლისთვის, მაგალითად ცხელის ადილის, ან რაღაცნაირად აი თქვენი სითბოს და სიყვარულის, ესე ვთქვათ, გაზიარება გიყვართ ძალიან ადამიანებისთვის. ადამიანი ბრძანდებით შეიძლება 10 რიცხვში დაბადებული, 10 თვეს დაბადებული, 10 მაღალი არკანით არ არის გამორიცხული. რაღაც ნაწილისთვის ასეც იყოს დეტალი, ასევე ადამიანი, რომელიც ძალიან იღბლიანია, ერთგვარად ბედის ბორბალი, შეტრიალდება, შემოტრიალდება და ძალიან ხშირად თქვენს ასარგებლოდ აკეთებს რაღაცებს. ცხოვრებაში აი იღბლიანი ადამიანი ხართ. მოგებას თუ ვიტყვი, შესაძლებელია ლატარიებში მოგება, ლატარიის თამაში და კაზინოს თამაში ან ფსონების დადება, მაგალითად ტოტალიზატორში, სლოტებზე, ყველას თქვენი სათამაშო ვარიანტები შეიძლება გაქვთ. დეტალებია ეს უბრალოდ ერთგვარი ესეთი მომგებიანი ტიპაჟი ხართ. რაღაცნაირად გიმართლებთ, იღბლიანი ხართ, შემიძლია ამ სიტუაციაში ვთქვა, უმეტეს ნაწილში, აი 10-დან 8-9 ყოველთვის მოგებული გამოდიხართ ხოლმე სიტუაციურად რაღაცნაირი სიტუაცია იქნება, სათამაშო ბიზნესის სფერო იქნება, საერთოდ თამაში იქნება, რაღაცაზე აი ერთგვარად შენ მხედველობაში რო ჩაგივარდება და აი ფსონსდებ, ერთგვარად იქეთკენ მიდიხარო, აი უნდა გამიმართლოს, გრძნობ და აი გიმართლებთ ესეთი გრძნობიარე ადამიანი ხართ. ძალიან სპონტანურიც ასევე შეიძლება დღეს რომ ერთ ქალაქში ხართ, საღამოს უეცრად სპონტანურად მოგადგეთ, ვიღაცამ რაღაცა ინფორმაცია მოგაწოდოთ და გაგინაცდეთ გონებაში და წახვიდეთ სხვა მიმართულებით. რაღაც კილომეტრებზე უეცრად შეიძლება აიღოთ ბილეთი თვითმფრინავის და სხვა ქალაქში გაფრინდეთ რაღაცა იდეით, რაღაცა დასვენების სურვილით, აი ძალიან სპონტანური და ესეთი ცვალებადი ხასიათის პიროვნებაც შედის ამ იდენტიფიკაციაში და ადამიანი, რომელიც გული და სულია თავის ახლობლების, თავისი
ოჯახი და უმეტესად დაოჯახებული პიროვნება იქნება, მაგრამ არ მიიღოთ თუ დაოჯახებული არ ხართ, რომ ჩემზე არ ყოფილაო, დეტალებს ყვები. უმეტესობა ამ გაშლის არის დაოჯახებული, ან ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, კულტი აქვს ოჯახის და ოჯახის წევრების თავის წარმოდგენაში ისვენებს სრულიად როცა ოჯახში და შინ ბრუნდება ერთგვარი მისი კომფორტის ზონა, აი ყველა დისკოტეკას, ყველა რესტორანს, ყველაფერი გასართობს ურჩევნია თავის ოჯახს რომ ოჯახში რომ გადააბიჯებს ერთგვარად მისი კომფორტის ზონა და სიმშვიდე და ეს 10,000 ივსება ბედნიერებით და იმუხტება ერთგვარად ენერგეტიკული დამტენია მისთვის მისი ოჯახის წევრები რაღაც ნაწილს შეიძლება ყავდეთ მეუღლე, მიწისტიქის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ასევე საერთო გაშლაში, მაგრამ აღარ ჩაუღმავდები, ასევე შეიძლება რომ არ ხართ დაქორწინებული, არც ეს არ არის გამორიცხული, უბრალოდ თქვენი ოჯახი არის თქვენი სიწმინდე, ასე ვიტყოდი და კომენტარებში დამიწერეთ ხოლმე რამდენად ემთხვევა, როგორ ხართ, სად ხართ, ძალიან სიამოვნებს ყველა თქვენი მონაწერის წაკითხვა. თუ ატყობთ რომ თქვენია გაშლა და იდენტიფიკაციას გრძნობთ რომ თქვენია, რა მინიშნებები აქვს მაღალ ძალებს თქვენთვის? რა უნდა იცოდეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ვინმეს რამეს გავიგოთ? ფინანსებთან დაკავშირებით, ვისაც მოლოდინი გქონდათ რაღაცა დახმარების ხელის და თითქოს ზურგი გაქციეს, ეს შეიძლება იყოს ბანკისგან დამტკიცებული სესხიდან დაწყებული, თქვენი სამეგობრო, თქვენი ახლობელი, ოჯახის ახლობელის, ნათესავის, თანამშრომელის მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, ერთგვარად მხარდაჭერის ხელი, რომელიც თითქოს ამ მომენტისთვის შებრუნებულია და არც ხმა ისმის და არც დასტურია იმისი, რომ ეს ადამიანი ფინანსურად დაგეხმარებათ, გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის არის უბრალოდ რაღაცნაირად შებრუნებული, შეიძლება თავის საქმეებით დაკავებული და მოუცლელობის რეჟიმი აქვს, ან უბრალოდ კონკრეტულად პასუხი ამ მომენტისთვის არ აქვს, მაგრამ ასეთ ადამიანის ხელს თუ ელოდებით, ასეთ ადამიანს თუ ბანკისგან სესხს ელოდებით, ბანკისგან სესხს მინიმალური რაც აუცილებლობა არის და გჭირდებათ, მაგალითად შეიძლება $100,000 ვერ აიღოს ადამიანმა და ვერ დაგეხმაროთ, მაგრამ ის მინიმუმი $100 თუ მაგალითად მინიმალურად გჭირდებათ, იმ მინიმალურ დახმარებას ყველა ვარიანტში ბანკი იქნება, პიროვნება იქნება, ამ ყველაფერს მიიღებთ აუცილებლად. და ყოველგვარ თქვენ პრობლემას შვიდიან შეძლეთ, რომელიც გქონდათ და რაღაცნაირად გიწევდათ გაჩერება, გაშეშებულ მდგომარეობაში, აი ამ ფინანსობის გულისთვის, ასე ვთქვათ, ამოქმედდებით, ამოძრავდებით და აი ამ ყველა პრობლემას გადალახავთ ერთგვარად, თქვენი დამამშვიდებელი წამალივით იქნება არისო მაღალი ძალები გვეუბნებიან თქვენთვის და ამაზე არ ინერვიულოთო, შეიძლება 21 მაღალი არკანით ინფორმაცია მიიღოთ სოციალური ქსელით, ინტერნეტით, ამ თემასთან დაკავშირებით, შეიძლება მეილზე წერილი მოგივიდეთ, მაგალითად ბანკის სესხს თუ ელოდებით, ან რაღაცა შემოთავაზებას, ფინანსურს თუ ელოდებით, ზოგისთვის შეიძლება ინფორმაცია ახლა მომდის და ამასაც ვიტყვი, რომ სამუშაო ვარიანტს ელოდებით ახალს, ან მაგალითად შორმანძილზე ემიგრაციაში წასვლას, ან რაღაც შემოთავაზებას სამსახურთან დაკავშირებით, ვინც ასეც ელოდებით, ყველა ვარიანტში მიიღებთ ამ ინფორმაციას დადებითი პასუხით და ამასთან დაკავშირებით არ ინერვიულოთო, მაღალი ძალები გეუბნებიან, ძალიან მინდა ბევრი მოვასწრო, ამიტომ ვჩქარობ და სუნთქვა აღარ ყოფნის. კიდევ რა გაფრთხილება, რა მინიშნება მაღალი ძალებისგან თქვენთვის? ესე იგი, ვინც ფანტაზიური ტიპაში ხართ და 7,000 ძალიან ბევრი რაღაცებზე ფანტაზიურობთ, ესეც გინდათ, ისიც გინდათ, ეს სამუშაოც გინდათ, ის სამუშაოც გინდათ, თანეს გინდათ, თანის გინდათ, პარტნიორებს თუ შეეხება და ურთიერთობას თუ ვიტყვით, რაღაცა ბევრი არჩევანი შეიძლება, ბევრი თაყვანისმცემლები გყავდეთ გარშემო და არჩევანს ვერ აკეთებდეთ, ეს მინდა თუ ის მინდა, აი გაორებული, გაასამაგებული სიტუაციურად, რომ გაურკვევლობის რეჟიმი გაქვთ. ერთ პარტნიორს თუ ვიტყვით, შეიძლება ბევრი რაღაც გინდათ ამ პიროვნებასთან და ძალიან ფანტაზიურობთ ბევრ რაღაცაზე, რაც რეალობას არ შეესაბამება, მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ ცოტა ცივი გონებით შეხედეთ ამ ყველაფერს ფანტაზიურულად და ძალიან ზედმეტი ემოციური ფონით, რომ ესეც გინდათ, ისიც გინდათ, არ გამოვა, აი რაციონალურად ერთი კონკრეტული მიზანი დაისახეთ, ერთი გეგმა შექმენით ამ მიზნისკენ სასიარულოდ გონებრივად აწონდაწონეთ, იმიტომ რომ კარგი მენტალური მდგომარეობა გაქვთ და შეიძლება ჰაერისტიკიასაც წარმოადგენდეთ, კანონები იცოდეთ, წესები იცოდეთ, რაღაცა ცივი არახთან სამუშაო პროცესი გქონდეთ და ესეც ერთგვარი თქვენი მინიშნება არის, რომ
აი თქვენი წესიერები, თქვენი პატიოსნები და მენტალური მდგომარეობით აიმაღლეთ სულიერება და მიყევით თქვენ სინდის ნამუს ისე როგორც წესია, როგორც კანონია და ბევრს მოიფანტაზიორებთ. თავი დაიცავით ადამიანებისგან, სიტუაციისგან, რაც საჭირო არ არის ახლოს ყველას